ახსენე საუბრის დროს სხეულის ენა. ეს ვიცი თეორიის დონეზე მე, რომ სხეულის ენა ძალიან მნიშვნელოვანია, ასე შემდეგ და პატარა მასტერკლასი რო ჩაგვიტარო, რა გავითვალისწინოთ ხოლმე სხეულის ენა, როგორ არ მოვიქცეთ, ან როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ ჩვენზე უფრო დადებითი შთაბეჭდილება შევქმნათ, ან უფრო ჩვენი თავი არ შევინიღბოთ, არ ვიტყუებით, ხო რეალურად, უბრალოდ რომ დავერწმუნოთ მოლაპარაკებაზე ადამიანი, რომ ჩვენ ვართ სანდო. ყველაზე გავრცელებული და ბანალური არის, რომ ჩაკეტილი სხეულის ენა არ უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის ახლა ჩვენ ფეხი-ფეხზეც გვაქვს გადადებული, თუმცა სხეულის ენა ასე ცალსახად სათქმე ეს ერთ-ერთი ფაქტორია არ გეუბნება, იმიტომ რომ შეიძლება შენთვის ეს კომფორტული რაღაცა სტილი იყოს ჯდომის. და არ მიყვარს სიმართლე რომ გითხრა, ესე ცალსახად ავიღო რაღაც და ვთქვა, რომ ეს არის შენი რაღაცა წარმატების ფორმულა. ის შემიძლია გითხრათ, რომ ღია სხეულის ენა არის სანდოობის ერთ-ერთი დამადასტურებელი რაღაცა იმპულსი ჩემში. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს. აი გულწრფელობა თუ კი მე მაგალითად ღია ვარ გეუბნები და იცი რა, ვისწავლე რომ აი მაგალითად ეგეთი დაჯდომა თავდაჯერებულობის ნიშანი და მე შინაგანად არ ვარ თავდაჯერებული ხმამიკანკალებს და აი ასე ვარ, ამას ჯობია რომ როგორიც ხარ მართლა ისეთი იყო. ამიტომ ვამბობ რომ ეს კომპლექსურია, ამიტომ რომ სხეულის ენა დაისწავლო, აი ასე შეიძლება რაღაცები კი დახვეწო, დაისწავლო, აი მე ვიცი რომ თქვა და ახლა ასე არ უნდა ვქნა და მაგრამ შინაგანად შენი განწყობა ამისი თუ არ მოყვება ძალიან რთულია. მაშინ მსახიობი უნდა იყო. და თუ ასეთი კარგი მსახიობი ხარ, რაღა გინდა მაშინ ამ სფეროში. მაშინ მსახიობი იყავი და ჯობია ყოველთვის იმუშაო საკუთარ თავზე და იპოვო, აი რატომ გიკანკალებს ხმა, რატომ არ ხარ თავდაჯერებული, რატომ სიხარ გარემოში მაგალითად ასე რა არის ამისი მიზეზი და ამაზე ჯობია. ბეჭედს, როდესაც საუბრობ ან კალამს რატო აწკაპუნებ. ყოფილა ესეთი შემთხვევები მე მინახავს ესეთი კანდიდატები გასაუბრება, როდესაც ჩამიტარებია. ხო, ნერვიულობ და შფოთვის გარეთ გამოტანა გინდა მაგალითად. და ჯობია რომ ამაზე იმუშაო, რომ რატო არ უნდა ინერვიულო, გასაუბრება არ არის რომ ამიყვანოს ვიღაცამ. მე ფრილანსერეთაც მუშაობ, ახლა ამიტომ ალბათ ამ სფეროსთან ასე ახლოს და ორგანიზაციებშიც მუშაობ, როგორც დასაქმებული და როგორც რაღაცა გარკვეული პროექტებით. და არასოდეს არ მქონია განცდა, რომ თუნდაც როცა ფრილანსერი მივდივარ და უნდა ამიყვანო. არა, ჩვენ ეს საქმიანი მოლაპარაკებაა და შენ თუ მე იქიდან რაღაცას მაძლევ, მე აქედან გაძლევ შენ ჩემს პროფესიას და ეს არის შეთანხმება. მეც მაქვს არგებელი, შენ გაქვს, ამიტომ თანასწორია ყოველთვის ეს. იმიტომ კი არ უნდა ინერვიულო, რომ თავი მოაწონო ვინმეს, არა, თანასწორ საქმიან ურთიერთობაზე გადიხარ და იქ მე მიდის ახლა ვაჭრობა, რომ შენი არ ვიცი, გამოცდილება, შენ ამაზე მატება ურთიერთობაში როგორი ხარ, შენ შეიძლება ძალიან მაგარი პროფესიონალი ხარ, მაგრამ კომუნიკაციის უნარჩვევები გაქვს ისეთი, რომ იცი რა, არ მიღირს შენთან ურთიერთობა, დავიღალე, აღარ მინდა. ავდგები და სხვას გავაკეთებინებ ამას. დღეს ხო ეს რაღაცა ისეს არ ვაკეთებ ჩვენ არავინ, რომ აი მარტო მე შემიძლია და აი შენ არა. კომპლექსურად იქნება ეს, მაგალითად თუ ვაკეთებ და ვარ ძალიან კარგი, აი არ ვიცი საათებს ვაწყობ მაგალითად. თან შენთან ისეთი კომუნიკაცია მაქვს და ისეთი ურთიერთობა, რომ ქსიამოვნებს ჩემთან ურთიერთობა. ამიტომ ადგები და საათსაც გავაკეთებ ჩემთან და თან რაღაცა ურთიერთობაშიც მიიღებ, არ ვიცი, სასიამოვნო ემოციებს, მარტივად გაგაგებინებ, ორმხრივია ეს პროცესი. იმიტომ რომ მე შენთან მუშაობდე და შენ ამას ვერ განახვევდე და შენ ეს არ მომწონდა შენი დამოკიდებულება როგორც დამკვეთრის, ანუ გავწყვეტ შენთან მუშაობას. დღეს გვაქვს მე ასე ვთქვი. ეს მოცემულობა დღეს გვაქვს ამისი ფუფუნება, რომ მე აღარ ვარ შენზე დამოკიდებული ვიღაც ერთი და ღმერთი და აი იქ მივიდე და მოკლედ ამ ადამიანს ხოტბავაც. ან სამსახური და ან შენ როგორც დასაქმებული, ან მაძიებელი. არა, ან როგორც ფრილანსერია, აღარ არის ეს წავი და მრავალფეროვანია ძალიან გარემო და ფრილანსერებთან ურთიერთობა. ანუ ფრილანსერი როცა შედის კომპანიაში არ ნიშნავს ურთიერთობაშიც ქაოსს და ურთიერთობის ფორმაშიც ქაოსს. იქ საქმიანი ურთიერთობა შენ ეტყვი და უფრო მოკრძალებული შენ იქნება თუ აგდებული შენ, ამაზეც არის ხო დამოკიდებული. ამიტომ ამ პიროვნებად შორის ურთიერთობებს ქმნი შენი ზუსტად თავის ფასით. შენი თავდაჯერებულობით, შენი პროფესიონალიზმი და ასევე მეორე მხარე და მგონია რომ ჩვენ ეგ რაღაცნაირად კომპანიები არიან ამ თანამედროვე კორპორატიული კულტურის შემომტანები და ამათგან უნდა ვისწავლოთ. ჩვენ კი არ უნდა ვეუბნებოდეთ ფრილანსერები ამას რომ ეგრე უნდა იყოს. ამათ აქეთ უნდა გვასწავლონ ყველაფერი ჩვენ.
ორმხრივი ეგ პროცესი, ჩვენ ერთმანეთისგან ვიზრდებით, იმიტომ რომ დღეს ორგანიზაციებს აქვთ ამის შესაძლებლობა თან დიდ ორგანიზაციებს, რომ ყველაზე რაღაცა თანამედროვე ტრენინგები, კურსები და პროგრამები დანერგონ ისწავლონ და მერე სხვებს გაუზიარონ, ხო და თავის დასაქმებულები ამათ მომდა გაზარდონ და თუ კი მე შენთან მოვდივარ და შენ გეშლება აი ამ კუთხით, უკვე ჩემთვის ავტორიტეტი აღარ ხარ. შენ როგორც კომპანიის წარმომადგენელი და მე ნახე როგორია რომ მე თუ რაღაცა ფრონტის წინა ხაზი ვარ, მით უმეტეს და ხედავ რაღაცა ჩემს ტოპს ისეთი ეშლება რომ მე აქ მთხოვს რომ მომხმარებელს მაგალითად რაღაც არ ვუთხრა და შენ ჩემთან გეშლება და მე მეუბნები, იმიტომ რომ შიდა ბრენდინგი არ გაქვს ჯერ მოგვარებული და გარე ბრენდინგზე ზრუნავ. უკვე კითხვითი ნიშანია და უკვე ჩემთვის აღარ ხარ პატივსაცემი. აღარ გცემ შენ მე პატივს, იმიტომ რომ აი არ იცი და თან არც გინდა იცოდე, თორე ადამიანები ვართ ახლა რაღაცები გვეშლება. ერთია რომ არ იცი და მეორე არც გინდა იცოდე და თან თხოვ იმას, რაც შენ თვითონ არ გამოგდის. და უკვე всё. აქ უკვე წინააღმდეგობაში მოვდივარ და ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი კონფლიქტის სათავე და მე შემოდის უკვე არა მოლაპარაკებები, არამედ კონფლიქტების მართვა და ამიტომაც ვამბობ ხშირად, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური თემა, საიდან სად გადავდივარ და მე ეს კონფლიქტები როგორ შეიძლება ჩვენ პროდუქტიულად გარდაქმნათ თუ საერთოდ დავიხუროთ კუდი და დავიშალოთ, ესეც არის. თუმცა ხო თავის მხრივ ცუდი არ არის თუ კი რაღაცა მიჩინა თავი. მოიწონე, გამოიწერე და შეუერთდი ინდუსტრიის პროფესიონალებს.